ბინა 18 ბიბინებს ბინა 18 ბინა 18 ბიბინებს ბინა 18 ბინა 18 ბიბინებს საქართველოში არსებობს ორი გადაცემა ბინა 18 და დანარჩენი რაც დარჩება სულ სხვა დონეა ხარისხის გამოსახულების ეს GPS-ია გემოვნებია ნებისთვის შვიდი კაცი მოგესალმებით ქალბატონებო ბატონებო საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ ყველაზე აპოლიტიკურ გადაცემას ბინა 18 და მე მისი უცვლელი წამყვანი ვარდიკო ნადიბაიძე გახლავარ მიესალმოთ და მე მარტო არ წავიყვან ამ გადაცემას თქვენ უკვე იცით მე მის წაყვანაში დამეხმარება ჩემი ძმა ლევანიკა გოგორელიანი ნინი გოგიჩაიშვილი ქართველი და ესეთი ისევ ქართველი და ისევ ესეთი ნინი გოგიჩაიშვილი ისევ უამაზი მაშასე სალამ რუსთავიორზე კურიერი გადის ჩვენ მანამდე სასიხარულო ამბავს მოგაკვდით ყველა გვინდა გითხრათ რომ საქართველო ახლა შევიდა იმ ქვეყნების სიაში რომლებსაც აქვთ გამანადგურებელი იარაღი ანუ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა შეიძლება ბევრს არ გჯერათ ალბათ ხო? არა კი, საქართველოს უკვე აქვს გამანადგურებელი იარაღი, რუსეთს აქვს ატომი, ირანს ბირთვული, ამერიკასაც ჩრდილოეთ კორეა და ჩვენ გვაქვს მტკვარი. ხო და მტკვარზე გამახსენდა ბოროტი თევზები ხო იცი სიკვდილის მერე სად ხვდებიან მტკვარში და იქაც ეგრევე კვდებიან მე რომ მტკვარი თევზობა არ არის კაი ამბავი მტკვარში გიწევს გინდა არ გინდა ხო ჩვენ კიდე ერთი მდინარე გვჭირდება მინიმუმ ერთი მდინარე გვინდა კიდე თბილისში მდინარე რა თქმა უნდა მტკვარი რო ჩავრეცხოთ თვითონ რო მტკვარი ჩავრეცხოთ პოლიტიკური სარჩული მისცეს მაგრამ ჩასარეცხი უნდა ჩაირეცხოს რა თქმა უნდა ჩასარეცხი ჩაირეცხოს იმიტომ რომ სუფთა იყოს სისუფთავე და ზოგადად ხალხო ნებისმიერ ყოველგვარი უბრალოდ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მინდა გითხრათ ეხლა ესეთი რაღაცა ქალაქში სიბინძურე არ არის არც ერთი მთავრობის არც ერთი პრეზიდენტის პრემიერის და ასე შემდეგ არავის ბრალი ქალაქში რო სიბინძურე ეს არის ჩვენი ბრალი ჩვენ ადამიანები თუ არ მოუვლით ჩვენ ქალაქს სხვა არავინ არ მიხედავს ანუ უნდა ვიზრუნოთ სისუფთავეზე რა აუცილებლად ხო არა მარტო ქალაქის სისუფთავეზე პირად სისუფთავეზე ხშირად ვიბანაოთ ხოლმე რაღაცა წყალი გადავივლოთ ხო ანუ პირად ჰიგიენას უნდა მივხედოთ რა იმიტომ რომ ისეთი ისტორია გვაქვს ზოგადად ის ლეგენდა ხო იცი ლეგენდა აბა რომელი აი ხოხობი და მიმინო რა თქმა უნდა ყველა მიცის და ანუ ეგ რას უკავშირდება რომ მოფრინავდნენ გაოფლიანდნენ და შეაწუხათ ამან დისკომფორტს განიცდიდნენ და მოდი გოგირდებში ხوار ჩავწვეთო და მე ჩავწვეთო მე უკვე რაც მოხდა იყო შემთხვევის სამბავია პირადი ჰიგიენის ამბავია ხო ხო მაგრამ ჰიგიენა ისეთი თემა სიტყვა ზოგმა საერთოდ არ იცის ჰიგიენა რას ნიშნავს მაგალითად კითხავ რომ აი ჰიგიენა რას ნიშნავს ჰიგიენები კაცო ისეთი ძლიერი ცხოველები არიან ლომსელებია ეგ არის აფთარი ეგ არის აფთარი ყობა ადამიანები რო ქალაქს აბინძურებენ რო ყრიან ამ ნაგავს მოკლედ სხვა რო ვერაფერი ვერ მოუხერხეს მერე შემოიღეს ჯარიმები რა რომ აი თუ დააგდებ ნაგავს იხდი 80 ლარს დიახ კარგია ბატონო დავით მოგწონს მივესალმებით ამას მაგრამ კიდე ერთი იდეა გვაქვს თქვენთან რომ ანუ ფულადი ჯარიმა კი არ იყოს რომ აი ფული კი არ გადავახდევინოთ გავაკეთოთ ესეთი ურნა ბარათები რა დაგროვების ბარათი ურნა ბარათი რა როცა მიდიხარ ქალაქში და ურნაში აგდებ ნაგავს შეგიძლია ეს ბარათი გაატარო და თითო ჩაგდებულ ნაგავზე გიგროვდება 5 სისუფთავე ამ ბარათი რა 10000 სისუფთავეზე მივცეთ ამ ადამიანს ღირსების ორდენი პირდაპირ მოკლედ ქალაქის სისუფთავესთან დასუფთავებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგიმზადეთ ვიდეო რგოლი და ყველამ ერთად ვნახოთ ეს ვიდეო რგოლი დანარჩენს თქვენთან ძალიან მარტივად გაიგეთ ბიბინებს 18 ყველაზე ბინურად ბიბინებს უკვე გარეთ მაღლივ კორპუსთან სტუდენტებთან ერთად მაღლივი კორპუსთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ ვიწყებთ დღეს არაჩვეულებრივ აქციას რომელსაც ქვია ბევრი არ ვიფიქრე და დავარქით პირდაპირ ნაგავ ფაკეთ ჩელენჯი მოკლედ ყველამ კარგად ვიცი ყინული
დინულის გადასხმა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეხლა თუ არის მიუხედავად ჩვენს ქალაქს დაბინძურებას, ჩვენი ქალაქი სისუფთავეს რა. ყველაზე მთავარი. და ჩვენ ამ გამოწვევა გვაქვს პირდაპირ ხო, გვინდა გამოვიწვიოთ სხვა გადაცემები. ერთი კვირა გაქვთ იმისთვის, რომ მსგავსი რამ გააკეთოთ. მაშასე პირველი ადამიანი შოუ, რომელიც ჩვენს მიერ იქნება გამოწვეული, ეს იქნება ნანკო ჟორჟოლიანის შოუ. ჩვენ გიწევთ თქვენ რომ მეორე გადაცემა, რომელსაც გამოვიწევთ, იქნება ოთარ ტატიშვილის შოუ. და მესამე იქნება იმედის კვირა. და იმედის კვირას აქვს ერთი კვირა. და ყველა თქვენთაგან ერთი კვირა, რათა მსგავს აქციაში მიიღოთ მონაწილეობა, ერთად დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი მაშასე. ქალაქის დასუფთავება გახსნილად გამოგვიცხადეთ. მოვიდა ადამიანი, ალბათ შეჭამა. ხო, მაგრამ რა პრობლემა არის, რომ ხელიც დაიბანა. მაგრამ მშვენიერი იქნება აქ რომ იყოს ურნა ალბათ. რა რომ ადვილად გადააქვს. ეს კომფორტი საჭიროა. ფათო, მოხერხებული ადამიანი, შეხედე რა მოიფიქრა. აგე რა, ურნა ვერ იპოვა. ხო, მაგრამ გადაგდებაშიც არ ეთვლება რა. მოგიწოდოთ დასუფთავებისკენ, არამედ გვინდა რომ წაგახალისოთ კიდევაც და ეს იქნება ძალიან კარგი წახალისება და სტიმული ყველაფერს სჭირდება. საშიშროებას სჭირდება. მაშასე ჩვენ გვაქვს ურნა ბარათები, ურნა ნომერი 18-ის ბარათი. სწორედ ასეთი ურნა ბარათები, რომელიც შეგიძლია მას შემდეგ რაც ნაგავს ჩააგდებ, შეგვიძლია მithვიდე. გადააგდე. გაატარო და დაგერიცხება ერთ ჩაგდებულ ნაგავზე 5 სისუფთავე. ხო, 5 სისუფთავეს მე კიდე 5 ემატება ერთმანეთს საბოლოო ჯამში. როცა დააგროვებ 10,000 სისუფთავეს, შენ გადმოგეცემა ღირსების ორდენი. გაატარე ბარათი ახალ გადააგდე ნაგავი. 5 სისუფთავის. აი ბარათი კონდეს. შენ გაატარე, უდანათა ერთად ვილაპარაკეთ, ბევრი მithმა არ მოყოლია ამ თემას და უცებ შევჯერდით იმაზე, რომ სიფიძურე მაშასე, სანამ რუსთავი 2-ზე ისევ კურიერი გადის, ჩვენ ისევ სასიხარულო ინფორმაციები გვინდა რომ შემოგთავაზოთ და დღეს ჩვენთან სტუმრად არიან. აბა თუ გამოიცნობთ, ვერ გამოიცნობთ? ვერასდროს ვერ გამოიცნობთ. ოღ, მეთო ჩემო. აი ისინი. ქართველი ქალი მორაგბეები. ოცდადი გამარჯობა. კაცები სადაც ქნებავს. როგორ ქნებავს? შევიპარები ესე. როგორ ხართ? კარგად. ჯანზე. ხო ხარ ჯანზე. ხო, ძალიან საინტერესოა. ანუ რა წარმატებას მიაღწევთ, აი როგორ შეიძლება რაღაცა რო გითხრათ საიდან დავიწყეთ? ხო, საიდან დაიწყო, საიდან დაიჩნდა იდეა, რომ ხალი მორაგბეები ყოველდღე საქართველოს. რაც ძალიან კარგია. დაიწყო, რავი, მარტივად 2008 წელს პირველი ევროპა ვითამაშეთ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში, ანუ და მანამდე ფეხბურთელი ვიყავი. და ეს დავიწყე რაგბის თამაში და მოყოლებული თამაშობ დღემდე ევროპას. ევროპის ჩემპიონატს. და წელს ქონდა ყველაზე საუკეთესო შედეგი, რომ ადივიზიონში ვასპარეზობ და მეოთხეაზე გავიდე. არ გამჩენია იდეა, უბრალოდ ვინც ჩამოაყალიბა ეს ქალთა რაგბი ზურაბ დუგლაძემ. მზდია ბოლოს და როგორც იქნა მომწამლა. ანუ როგორ ქვია თქვენ ამ საქართველოს? საქართველოს 7 ქალა ეროვნული ნაკრები. რაღაცა დამთხევას არსებობს. საქართველოს 7 ქალა ეროვნული ნაკრები. ჩვენ ვართ საქართველოს 7 მაყურებელა. გავიგივეთ. ხო, რაღაცა ისეთი არის, 7 ციფრი ახლოს არის. ზედმეტ სახელები არის თქვენ მეცხრე. აი, მაგალითად ვისაც არ აქვს კაც მორაგბეებში ვიცი რომ აი რაღაც ანტილოპა და რაღაცა ესეთი სახელები. თქვენთან როგორ ზედმეტ სახელები? ხო, ხასიათი ის როგორი ხასიათი აქვს, იქიდან გამომდინარე ვახამებ. თან რაფისებები აქვს თქვათ რაღაცას მივამგვანებ. აი მაგალითად მაგალითად კვიცი.
აი მაგალითად პასატა. პასატა, მე გავიგე პასატა და კიდე? ანას ბოთუ. ბოთუ პასი. ნინის თუ აქვს შანსები? არა, აქვს შანსი. ანუ რა არის აუცილებლად რა? აი რათვისება უნდა რა თვისება რომ ხავს რომ ჯანიანი უნდა იყოს. არა, ხო, მიიღწევა რა, ვარჯიშით მიიღწევა, მაგრამ თავია ხასიათიო. ხასიათია თავი არ უნდა დაზოგოს. ხო, არ უნდა იყოს შიშარა, არ უნდა შეგეშინდეს კონტაქტი. შიშარაზეც არა, ალბათ უფრო ძალიან დიდი შრობაა მისთვის და დრო და რავია. გამოცდილება და ყოველთვის. რა თქმა უნდა. ეხლა ესეთი სიმბოლური შერკინება მოვაწყოთ. მოდი, სიმბოლური. ჩვენ მე ვიქნები. მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ლარი. თუ იგი კითხვა არ იყოს რომ ლარს შანსი მივცეთ რა. მე ვიქნები მაშინ დოლარი და თქვენ იქნებით ლარი. და შევერკინოთ. მე საჯი ვიქნები, იმიტომ რომ ეხლა ნახევარი მხარე მაქვს იმის აქ და შარის თავი არ არის. კარგი, მომზადოთ მას შერკინების. Alright. მაშინ ასე დიდი რაგბი ბინა 18-ში. ლარი დოლარის წინააღმდეგ. დათხარ? მოფრა? შეკრა? შერკინება? და ლარმა არანაირი შანსი არ დაუტოვა დოლარს. რაც ძალიან გიხარია. უთებ გადმოვაგდებით. ჰოპ. მაშასე Georgian Dream Studio. საწალგენა მინდა გავაკეთო. მერსი და გოჩა შეტყუების შვილიშვილი იქია. ნუ გაიზარდა შუშუ, ნუ ძალიან მალე იზრდება. და გამოსებული არ მომჟავია. გრძელდება ჩვენი გადაცემა, გრძელდება ჩვენი ბიბინა, ბინა, ყველაზე ბიბინა 18 გრძელდება ეთერში ჩვენთან. რა თქმა უნდა გრძელდება. მაშასე, ეხლა ველოდები სტუმრებს, რომელიც წეგავ ველაპარაკე მე. მოვედითო თვითონ სადაზბაზო აუხსენია, ამოვიდნენ და წეს უკვე უნდა იყოს მოსულა, ძალის უნდა იყოს, მაგრამ რა ვიცი ახლა. რას დაამატებდი შენ? მე დავამატებდი რომ საეთეროში დააჭირონ ზარს ხელი. აი, მაგრამ და ისინი ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები არიან. მერსია. როგორ ხარდებით? მოგძანდით? დაშვებით ბიჭებო. როგორ ხარ? მე კარგად, მე ჩემ გიასთან ერთად დავჯდები. ხო არა, მე არ დამიჯდე გვერდით. მე დაწოფირებდი, ვინ მოგა. სახეზე რომ შემომხედა ეტყობა რა. ესე იგი, მერსი და წარდგენა მინდა გავაკეთო. მერსი და გოჩა შეტყუების შვილიშვილი იქია. ხო ესია, ნუ. ხო რა თქმა უნდა. შენიერი იყო, გადასარევი, მე გავიგე ეგ რომ მითხეს, ძალიან ბევრი ვიცინე, ვიხალისე, არაჩვეულებრივი იყო. მე უყურე. შენ უყურე. კი როგორ ახლა მოგეკავი? მე ყოველთვის კარგად ვარ, ძალიან კარგი. ბედნიერი და ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური რაღაც დამემართა ერთი-ორმა ადამიანმა რომ მკითხა როგორ ახარ და მე ჩვეულებრივად უყვები რომ აი მიხარია დილა რო თენდება თუ ას გავახლ და ცოცხალი ვარ და მითხრეს რომ რა დეპრესია გჭირსო? ანუ დღეს თუ ბედნიერი ხარ, ესე იგი დეპრესია გჭირს. ხო, რაღაცა ვერ არის კარგად. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი თავი შევიკავო და ვთქვა, რა ვიცი აბა. რა ვიცი აბა, ისეთია, მოდაშია ყველაზე რა შე. ეხლა მოდი ერთ რამეზე მოვილაპარაკოთ. მე მომიწვიეთ, ეხლა არ მომიწვიეთ ტყუილა. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რაღაც. მოვილაპარაკოთ ვიტირო, ვიცინო, მოწყენილი ვიყო, აგრესიული, პატიოსანი, გარყვნილი, აი რომელი ობრაზი უცბად. რა შევარჩიოთ? რა რომელი? აი თავად. აი მოდი ვკითხოთ ადამიანი. გარყვნილი.
აი რატო გაქვთ? აი რატო? კოქტეილი გავაკეთოთ ამ ყველაფერს. კოქტეილი. მაშინ უკვე თქვენზე. მოდი. დაიწყე. მე ყავდა. დაიწყე. მოკლედ დავიწყე. შენ ნინი მინდა გაგაცნო ჩვენი ნინი გოგიჩაიშვილი და კიდე ერთი გოგიჩაიშვილი ყავს. აკაკი გოგიჩაიშვილი. სუპერ აკაკი ჩვენი მეგობარი. სუპერ აკაკი ვიცი მე სამზარეულოში. მაგრამ და რა სინებებთ? ყავა, ჩაი. შეიძლება რომ არაფერი არ მინდა. აი ისე კარგათავა რომ ეხლა რომ კიდე რაღაცა დამატებითად მივიღო, უნდა გადავირიო სიხარული და არ გაიგდა. მე შეხვალგა ძე. ყავა გინდა? ნინი, ყავა. მარტო ყავაზე რომ გახსენდე. მარტო ყავაზე რატო გამახსენდეთ? მანამდე ხო გავახსენე შენ თავი. კი, მარტო. მოკლედ ძალიან დიდი კომპლიმენტები მინდა უთხრა თქვენს გოგოს. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ლამაზია. და დღეს განსაკუთრებით მოკლედ. რატომ? არ ვიცი რატო. არ ვიცი რატო. არა, წინა გადაცემაში ძალიან კარგი იყო და იმის წინაშე. მე სულ მომწონს. მოკლედ რა მაინტერესებს მერსი რა საქმიანობს ამ გადაცემაში? რომელსაც ქვია სხვა რაკურსი. მერსი, სხვა შორის ბევრ რამეს აკეთებს, ბევრ რამეს აკეთებს. აი მე მადლობა. არის პროდიუსერის მარჯვენა ხელი, ასისტენტი და ძალიან კარგად უძღვის საქმეს. პირველად, სხვა შორის რა არის, იცი? მე არ გამომიჩენია ინიციატივა, რომ მერსი ჩემთან მოსულიყო ჩემს გადაცემაში. მუდმივად დისკომფორტი მაქვს. აი ხა მოვდივარ, წარმოიდგინეთ, მოვდივარ, მინდა რომ აი რაღაცა შემოქმედებითად იქ უამრავი საქმეა რაღაცა და მერსის შეხედეთ რაც გავს. თმები. ძუძუ ხანძუძი. ჭიპილოყაზე. ნუ ერთი სიტყვით, ეს ხალ ისეთ სტრესში მაგდებს, რომ დამიძახეთ და მითხარით, რომ თან მერსიც იქნებაო, აი არ იცით რა ბედნიერებით მოვდიოთ და რატომ? უბედურებას მე ბედნიერებას ვეძახე რომ იცოდეთ. რომ საშუალება და შესაძლებლობა მექნება გავლანძღო ეთერში. მეც დაგეხმარებით. კარგი, მეც აკვევა. მოკლედ ყველაფერს აკეთებს გადაცემაში. წავედი. მოდი, გავა. მოდი, რამომ ჩაგრავთ ახლა? არა, რატო? მოდი აქ დისკრიმინაციას აქ ადგილი. ნახე, ეს გოგოს გარიყული ზის იმის მაგნაც ჩაისვათ რა. მოდი, მერსი ახლა იცი რატო ადგა? დავინახოთ რა ლამაზი სიუეტია. რა არის იცი? მე გეტყვით ერთ რამეს. არავითარი დისკრიმინაცია, არავითარი. ჩვენ შორის კავშირი დასრულდა დღის შემდეგ. იყო რა საქმე რა. როგორ არა? მოდი. ეს ახლა ერთი ორი არასრულყოფანი რო იყოს, ხო მიჩივლებდა. აი სხვა შორის მერსის პირადობა რო ვიპოვეთ ჩვენ. ხო, მერსის პირადობა ვიპოვეთ. აი ეკრანზე გავა. ნახე. ხანდა მიპოვა და ეგრევე ეს მერსია და ხედა თუ არა ფოტოს მერსი არ არისო ეს. ხო და მე სახელი არ წამიკითხავს ეგრევე მივხვდი რომ მერსი იყო რა. შენიერი პირადობა გაქვს. ესე კარგად გოგო გამოიყურებოდეს პირადობის სურათში. მე არ მინახავს პირველი ხალ მოკლედ. აი სხვა შორის ერთი რამე ხო შეიძლება რომ თქვა სერიოზულადაც, ნუ რაღაც ცოტა ისეთ სახეს მივიღებ. მართალია მერსიმ თავისი ლამაზი სხეულის ნაწილები გამოაჩინა, მაგრამ მერსი არის ძალიან ჭკვიანი, დაგიბრუნდი მიყვარხარ. გონიერი და აი ესეთ შრომის მოყარე. მაგრამ იცი რა არის, ხანდახან მაგონებს ხოლმე ჭიანჭველას, აი რო უყო შეხედეთ. რატო შეუულია რომ ორი თავისი მძიმე აწიოს? არა. შრომელი. შრომელია. ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. და თემა არის თქვენი ჩაცმულობა. სხვათა შორის, აი რაც შეეხება ჩემ ჩაცმულობას, დღეს მოვედი ყველაზე წესიერად ჩაცმული. პატიოსნად ჩაცმული, იმიტომ რომ მაგ დეპრესია და მაცვია ძალიან ჩვეულებრივად. პულოვერი, სვიტრი, შარვალი, ჩექმები და ნუ რაღაცა ესეთი საწყალი ვარ. მოდი, ტრაგიკული რაღაც არ გინდა, რაღაცა. ტრაგიკული. მიდი, მკითხე. ბავშვობაში თუ იყო ისეთი რამ რამაც ერთხელ მაინც მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცხოვრება შეგეწყდათ და თვითკვლევები დაგემთავრებინათ თქვენი ცხოვრება. ძალიან ძიმეს ბავშვობა მქონდა. რაღაცა ცოტა კარგად დავიწყე, ცოტა მხიარულად და მიჭირს ახლა გადასვლა. მე როგორც ვიცი, ქონდა თქვენ სუიციდის ცდილობა ხო? მქონდა ორჯერ. ერთხელ
ერთხელ იყო დაბადების დღეზე ბაბუაჩემ მაჩუკა ზღარბი და ყველაზე უცნაური ის იყო რომ ზღარბი იყო პატარა და პატარა კონსერვის კოლოფში მაშინ კონსერვები იმით დანით ხსნიდით ხოლმე და კილკა არა კილკა არა არის იმერსი არ იყო დაბადებული ეს ზღარბი მყავდა და დამყავდა ხოლმე სკოლაში ჯერ აი ამ ხელა იყო პატარა და მასწავლებელმა ნახა რომ ეს ზღარბი ყავდა სკოლაში დაიბარეს სახელი თუ შეურჩიეთ ზღარბს რა თქმა უნდა ერქვა ხო რაღაც კი არა მე აქეთ არ გამოვიხედები აბას რო უყურებ და მერცი ნუ შემჭამე ესე მხარი მომაწყვიტა ამ კალმა აქეთ არ ძიმხელია ხო აი მე მაშინ მანამდე ნინის ვეკონტაქტო მე ვფიქრობ რომ თქვენი მაყურებლისთვის და თქვენთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო პირველ ზღარბს ერქვა შუშუ ნუ გაიზარდა შუშუ ნუ ძალიან მალე იზრდება გაიზარდა შუშუ შენ როგორ გიყავს შემინებ რა ატყობს სიცილს რომ ბოლტერ მართალია რაც შემიძლია ვცდილობ მიდი გაიზარდა შუშუ შემდეგ მე პირველად ნახე აი ტრაგედიად შეიძლება ყვდებოდეთ სიცილით თვითმკვლელობაზე ვყვები გავაგრძელოთ ამ ტრაგიკული ისტორიის მოყოლად მოდი აღარ გვინდა ამდენი ტრაგედია ხა გადავიდეთ ჩვენ თამაშებზე ხო ჩვენთან ყველა სტუმარი რაღაცას თამაშობს აუცილებლად ისე არ ჩაივლის რომ რაღაცას ახალისო თამაში არ ვითამაშოთ სტუმართან ერთად ეხლა გვაქვს რაღაც ახალისო თამაში მოფიქრებული რომელსაც უცებ მოვამზადებთ და უცებ ვითამაშებთ არაფერი ისეთი არ არის ბაგირის გადაწყვეტა ხო იცი მე და შემიძლია ერთად მე ძალიან ძლიერი ვარ ჟავია და ბატონი გიორგი ერთად იქნები ხო ჩვენ ისე ვიქნებით რომ მე და შენ ანუ მოგებული გვაქვს ჩათვალე დავай მოვაწყოთ აბა ეს გაიყო ჯაჯა ჩვენი გზა ბაგირის გადაწყვეტა ჩვენ თამაშ ბაგირის გადაწყვეტა ოღონდ ეს არ იქნება ჩაულებრივი ბაგირის გადაწყვეტა რაღაც პატარა დეტალი შევცვალეთ ხო მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ იმიტომ რომ არა მართლა გეუბნები მე ესეთი სუსტი რო ვარ და ესეთი შენ გონია მე ძალა არა მაშინ მე აი ბაგირი მოიცა რა მოვიდე მოიცა ნახე ხალი ვინმე არ მოდის ხალი არ მოდის ვინმე ტყავა კარგით რა გასტრაფო ყავა მოიცა გია მოდი ყავა ხო გესლი აი ფეხს ამოაყენე დასვით ხო ნინი მოდი აუ რა არის ეს პომადიანი ჭექა აუ რა აუ მივაწოდოთ თემო აუ კარგი ერთი წუთით გია რა საყვარელი იყო პროსტა რა სულად ხო არა და თქვენ დაიჯერეთ მოვიყადეთ ოკეი ეხლა გადავიდეთ თამაშზე რომელიც ჯიმი ფელონს ქონდა ნამდვილი თამაში კაი თამაში რომელიც ქონდა ჯიმი ფელონს მე როგორც მახსოვს მე და შენ უნდა შევერკინოთ ერთმანეთს რაში რა თამაშს ქვია კვერცხების რულეტკა აი ნუ დამტუტყნით ერთ არა ყველაფერი მოგვარებული ყველაფერი არის ისე მოგვარებული ეს უფთად ადამიანურად მაშას 1 2 და 3 დაიცა უნდა დაგეთახო რომ ვითამაშოთ ხო არა უკვე თანახმა ხარ ვაიმე კვერცხებზე მაშასე ეხლა დადგა დვინათრამში თამაშის დრო ნამდვილი თამაშის მარტივად აგიხსნით წესებს მოკლედ აქედან 5 კვერცხი არის მოხარშული 5 არის ჩვეულებრივად ისეთი კვერცხი შენ იღებ კვერცხს იგივე სახით როგორც დადო ქათამა თვითონ როგორც მოიცადე ეს ამიტომ ეხლა მე და მესი გავალთ იქით გადავაწყობთ რომ რამე აქვე აი უცებ აბა უცებ რომ არა იზნე რომ ვინმეს არ ეგონოს რომ ესენი ხა ამას იციან და რა უნდა ვქნათ გამაგებული რო აიღებ რომელ კვერცხს აიღებ შეგიძლია პირდაპირ გაუგონდა მიცემი და ამას კიდე დავში ჯარტყმა არა უშავს გაუძლო ეგეთებისთვის გაუძლია ეგ რა არის თავარია შენ მოკეთ ვინ იწყებს ორივე შეგიძლიათ ერთად აიღოთ მე უფროსი ვარ და თქმა უნდა უფროსი ვარ და სტუმარი თან სტუმარი
თან მზად ხარ? მზად ვარ. რამე მომეცით ხელშეკრულება რამე და ტვინი შერყევა რაღაცა ბნედა რამე რო დაემართოს მისამართები მაქვს. ნუ ნერვიულობთ, აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. იურისტები მოაგვარებენ მაგრამ. დარწმუნებული ხარ? კი. ესე. აი მე? მე თავი მოწიე რა თუ შეიძლება. არა, ეს აქეთ უნდა გამიკეთო, ბეჭდები არ მოგხდეს თავში. ისედაც აი ცხვირმა ხელი არ შეგიშალოს ცოტა ის. ცხვირში არ შეიძლება, ხო? სადაც გიდა. ვაი. არა, იცი რა არის, გამაკეთებინეთ ისე როგორც მე მინდა. გასწორდი. ის არა გვა? სპეციალურად არ გვაქვს საფეთი. სპეციალურად არ გვაქვს. ვა. მაგრამ ეხა დადგა იცი რა არის, სულ ვიწუწები და რა უბედურება. ეხა დადგა ჩემი ჯერიც, არ მაინტერესებს არაფერი. ეხა უკვე აღარ აინტერესებს. არაფერი არ მაინტერესებს. მოდი იცი რა, მოდი იყავი კეთილშობილი და როგორ ის წინა ის რაღაცა. აბა რომელი ავირჩიო? არ ვიცი. ეგ აირჩიე და ეგ არა, всё, ხელში აიღე და ეს იმას. რატომ არ გამსახურდა მე წუწება ირა. კაი. 3. ჩემგან თქვენ. 1-1, ანუ ორ ქულამდეა თამაში. 1-1-ია? შედეგი. ო, მე მარჯვენა მხარეს ვეღარ ვხედავ. მე ხელი ძებს. არა, ეს არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ეს ის არის. გადაიჭი. 1-1. ეს ამის მერე ჭამთ ხოლმე, ხო? თუ გამოდგა გამოსადგომი, აბა? არა, ჯობია სხვა აირჩიო, თუ გირჩევ. ხო, მარტო მაქვს უფლება რა სხვა. აი მე გაძლევ უფლებას. იმიტომ არა, მე მგონი ეს კარგი კვერცხია რა. აბა მოვემზადოთ. აბა? 3. აბა მოვემზადოთ ყველა? 2. თუ გატყდა, თამაში დამთავრებულია. დამთავრებულია შემოძავია. არა, კიდე რა თქვი შენ გამარჯვებული. კიდე? არა, ვაგრძელებთ, გავაგრძელოთ. არა ვარ, წავ მე და შეძევი თავიდეთ გოგო. რაღაცებს დაგელაპარაკე. დარწმუნებული ხარ? არა, გინდა გამოვცვალო. გამოვცვალო. აკაც მე ისე უფრო რა არის ესა? აბა? გია მიდი. აი გამოვცვალოთ გია, მიდი გია. აი ხო ყველა ხუმრობს შენს გარეგნობაზე. აი ხო შენ თვითონ აი ბოლოს მე შედაგატყავ. ბოლოს აი ბოლოს მოდი მოვათავოთ რა აი მოვათავოთ აი ბოლო აი ბოლო აი ეს გაკა გამარჯვებული კი არა ყველაზე დამარცხებული ვარ რაც კი ოდესმე ყოფილა 2-2 მეგობრებო გაიმარჯვა მე და მესი ვართ მოგებულები აი ეს თუშე გადავკოცოთ არ მიყვარს კარგი ძალიან დიდი მადლობა ამით დღევანდელი ჩვენი თამაში დამთავრებულია უღმესი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგები იყავით მეგობრებო გაიმარჯვა 15 გადაცემა გადის TV11-ზე და თურსადმე ლეპტოპი დევს არის ერთი და იგივე ჩემი სახლის ყველაფერი გვიყვეს ერთი გეგმა გვაქვს რომ გადაცემა დავთავრდება პეტრიჩკევი გავიქცე ჟაო მოდი კაცებთან მოდი ეხლა უკვე სხვა მოკლედ გზანდება ბინა ყველაზე ბიბინა 18 შემდეგ ეტაპზე გადავედით მოკლედ გადავრჩი ცოცხალი ვარ ჩაიარა ყველაფერმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბევრი რო აღარ დავაყოვნოთ მე წავალ გავეშურები რომ ჩვენ სტუმრებს კარი გავუღოთ მიუხედავად იმისა რომ ზარი არ ყოფილა მიუხედავად ყველაფრისა მე აი ისეთი შეიძლება ვერ იპოვეს ღილაკი რომ მიაჭირო ხო შეიძლება ვერ იპოვეს ღილაკი იპოვეს და ჩვენ თან სტუმრად მოვიდნენ
გაზეთებით და მაინც არ დავივა. უბრალოდ კაცებთან ის სამყარები ირაკლი კაკაბაძე დავითო აბადე. იკო ვახტანგიშვილი გიორგი ჯანაძე. ბატონებოდა ქალბატონი. დასხედეთ სადაც ხდება. როგორ მე ავირევით მე. თქვენ ეს იქ როგორ გაქვს დაალაგებული გადაცემაში? ესე ზუსტად. ჩვენ სუპრაზეც ესევჯდებით ხილება მაგრამ. ჩემთან გვერდი. ჩვენ გვერდი ნახე, სერიოზული სერიაა. ეს იცით რომელ გადაცემაში მოხვედით ახლა სტუმრად? ჩვენ რო ვართ წამყვანები. მაგალითად ნინი გაიცანით? გამარჯობა. ჩვენ ყავს ჩვენი გოგიჩა. ჩვენ რომელი თაობიდან ვართ? ის სახში რომ ხვალ მამა მოიკიდა. მეორე გოგიჩა ყავს. ჩვენ მეორე გოგიჩა ყავს მარჯვნივ. ესე თქვენთან გადმოვიდა? შემოფრინდა. ეს გაახმე. აკაკის ჩილი. როგორ არ შეიძლება? გადაკოცნე. ამ დროს აქ სხვა რაღაც ის. თორე გოგიჩა. როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია? ძალიან კარგი. ძალიან ნორმალური. აღბრთოვანებულები ვართ. ჩვენც რო გქონდეს სტუდია. ჩვენ ხო გაჭირვებული არხიდან ვართ და ყველაფერი გვიკვირს. გვითხრეს რომ არაფერი არ აიღოთო და რა ვიცი. ხავს ვიკავ. ერთი გეგმა გვაქვს რომ გადაცემა რომ დავთორდება პეტლიჩკებით გავიქცე. მოთხიდან ერთ-ერთი კომაინს გავაკეთე. აი რა პლუსია გქონიო ხარ? ვიდრე გაკვა რა. ო, სანამ იმას დაიჭერენ და იმას აუცილებლად დაიჭერენ. 4-ნია კი, ანუ 4 წამყვანი ყავს, ხო? 4 არა რიგრიგობით ლაპარაკობთ, პეტლიჩკა გვაქვს ერთი. იჭრება და ისეთ უდაკვირვები ხარ, 1-15 გადაცემა გადის TV11-ზე და თუ სადმე ლეპტოპი დევს, არის ერთი და იგივე ჩემი სახლის ლეპტოპი. ხან რომელიც კოჩია გზემოდან ხან რომელი რომ შენც იყიდე 2, 3. ანუ ყველაფერს რა დამეწვა გული. აუ ყველაფერს მიზანი აქვს. უკვე დაგეწვა? ამოიღე სია. აქ გვაქვს რაღაცა მოვლეთ. ეხლა ნახე რა აქ რა ხდება, იცი? ხუმრობანი, რომლებიც ჩვენმა სცენარისტებმა დაწერეს და არა ვირჩიეთ რა. ეგ მაინც გაგვატანე. მატერიალურს თუ არაფერს არ გვაქვს. ეხლა წაგიკითხავთ რომ რო დასხდებიან, ფაქო ცოტა ადრე დაჯდეს და მჟავოს უთხრას. მოდი მჟავო კაცებთან მოდიო. ანუ აი ჰიუმორი რა. გვეცადა. შემდეგი. მოდი აბა გავითამო. აბა როგორ ჩანს? ანუ თავიდან შეიძლება ანუ მე სალკოდი ვარ. ხო, შენ ცალკე. აბა რისი თქმა უნდა? მე ნინისთან ვარ, ვითომ ნინისთან ვარ, რა თქმა უნდა. ნახო სცენარისტმა რომ მე არ თქვას რომ დასხედით. როგორ ახარ? ეს როგორც გადაცემაში ჩვენ ისევ ჯდებით ხოლმე. ამ ხუმრობას როგორი დაჯდომა უნდა, იცი? ჟაო, მოდი, კაცებთან მოდი. აი. არ არის. სცენარისტმაც ბონუსი არის. სცენარისტად ინგლები ბონუსი არის. რამდენი კაცები ვართ? ერთი კაციც და გავდივართ. ეს შენ თქვი. მოდი ეგ ამოვჭერ. ანუ ეს სწორად მოხდა ამსია. ეს სწორად მოხდა. ეს არის ძალიან მაგარი. კაცების შოუ. დადიხართ ქალების შოუში. თუ ყველას უკვე ცოლების შოუ გაქვთ. მაგაზე იცინეთ არ არის. ეგ იმან უნდა თქვას. ნახე რა სხვანაირი გამოვიდეს უკაცრავად. მესამე აბა წაიკითხე. კაცების შოუ თუ დადიხართ ერთად ქალების შოუში. თუ ყველას უკვე ცოლები გყავთ და იმათ შოუში დადიხართ. და რა. დაგვიბრუნე. მომეცი. მართლა DJ ყოფილი. აი ეს შემდეგი არის ძალიან მაგარი. თქვენ ნახე. აბა. თქვენ TV11 ჩვენ ბინა 18 if მოგიგეთ.
ნეტა მარტო მაგითი გვიგებდა. ო, გადავიდეთ თამაშებზე, რა. ჩვენი თამაშის იდეა მდგომარეობს შემდეგში რა. ეს არის, ნამიოკობანა ხო გითამაშიათ ყველა? იგივე ნამიოკობანა, ოღონდ ხატვით, ვაკეთებთ ორ გუნდს. მე და ფაქო ვიქნებით საჯები, რომ ყველაფერმა სამართლიანად ჩაიაროს სწორად. ყურადღებას მივაქცევთ ყველაფერს. ცხადია. თქვენ ვერ გეთამაშებით და ვერაფერს ვერ მოგიგეთ? თქვენ უნდა ერთმანეთს ეს გეგმაც ჩამოშალა. დაზიაპირებით ისეთ. პეტლიჩკებზე რა. პეტლიჩკებზე თავი დარი. ხო და всё, მე მგონი. აი გავიყოთ ორ გუნდად. ირჩევთ აი ამ რაღაცას. აი წერია სიტყვა, რომელიც უნდა აუხსნა შენს მეგობარს. ოღონდ ვინ ხატავს? შენს თანაგუნდელს. ხატავთ თქვენ? ხატვარმა, დგები დაფასთან, შემდეგ. ასე რა, ლაბაძე დაფასთან. აუ, რამდენი წელია ეგ არ გაგიგია და. ლაპარაკი არ შემიძლია, ხო? არა. შეგიძლია რომ სიტყვა მითხრა თავიდან და მე ხატო. ფაქო ინიშნავს დროს. 1 2 3. გონზე არა ვარ. მე ხო ვიცი და ვერცე ვერ ხო. ორმო. ეს მარტო სიტყვა არა, შეიძლება რაღაცა სიტყვების კომბინაცია იყოს. დინამო სტადიონი. დინამო სტადიონი ორმოში. ფაქო დროში და მე გამოვიცანი და მოუგე. მიდი, თქვი შეიძლება. დინამო სტადიონთან რო ორმოა. ეგა. თქვენ არ გაგვიყვალა? მე მგონი მაინც ჩაგეთვალოთ. როგორ წერია, გააჩნია. როგორ წერია მან? იამკა დინამოს. აი, თურმე ვერ გამოიწ. იამკა უნდა ეთქვა? ორმო და იამკა. სინამდვილეში გამოიწნო. გიორგი მე გამოიწნო. ანუ გიორგი ჩაეთვალა? თვითონ იგებენ. რა თუ წავაგეთ პეტლიჩკებს ვაძლევთ. ხო და რაც ჩვენია ის უკვე მიგვაქვს, ხო? მოგებული შემოვარიაჩი მოგებული ხართ რა. წაგებული იხდის პეტლიჩკას. ვაიმე ჩვენ რომელი ხატავს თქვენგან? ამას აქ გრძელი ხელი. გრძელი ენა. აბა რომელს აირჩა? ამას რა თქმა უნდა. ჰოპ. სადარი ფორმა. აკო დრო. მე დრო ჩავხე. დავიდა. აი იკო გაიწია ვერ ხედა. მოიცავ ხატა. რა კარგად ხატავს და ჩემზე იძახდა კარგად ხატავს. თოვლის ბაბუა. ჯوارი რა. თოვლის ბაბუა დიდი ჯვრით. მოდიში. თოვლის ბაბუა დიდი ჯვრით და მანქანი. მანქანა ბევრს წვავს. იმან არ უნდა გამოიცნო. ყველას ვერ იცნობს და რა. აუ მე ვიცი. მეც ვიცი. აკვა მე ვიცი. მღვდლის ჯიპი. არა. ეგ არის. ხო. მე კონკრეტულად კი უნდა ჩაეთვალოს. უნდა ჩაეთვალოს, ხო? კი, ეგრეა. რა იყო აბა. ამაო ჯიპზე. ესე წერია. არა, უგლიჯი. მე არ დამიწერია, რატომ იყურებ ეგ? ესე იგი მამაო და მღვდელი ერთი და იგივე და იამკა და ორმოა. კიდე ერთი რაღაცა არის, რომ სულ მჟავიასთან დაკავშირებით იყო მითქმა მოთქმა, რომ ვინ უფრო ნელია, რომელი უფრო ნელია. მჟავია თუ? ჯანელიძე, გიორგი. მე უფრო ნელი ვარ. მითქმა მოთქმა იყო. მითქმა მოთქმა იყო დიდია. ჯანელიძე უფრო ნელია თან გაცილებით. ხო არა? კი, კიდე და რომელ წელს გადაბადებული? მე ვარ 87-ში. მე ვარ 1977-78 წლებში. მე ის ხუმრობა ვარშე წინა გადაცემაში უნდა მეთქვა. ანუ ისეთი ნელი ვარ. მე ისეთი ნელი ვარ, რომ უშინ დოლარი გადამეხვდავის 1.63. მე ისეთი ნელი ვარ, რომ დღეს ადრე უნდა დავიძინო, ზეგი დიდი დღეა. კიდე ერთი თამაში არსებობს იმის გასარკვევად, რომელი უფრო ნელია. დიახ. და ვითამაშოთ. კეთი. ანუ მე და გიორგი უნდა ვითამაშოთ. კი, შენ და გიორგი უნდა ვითამაშოთ. ეს იქნება ველოსიპედებით თამაში. ესეთი ერთი ადგილიდან A პუნქტიდან B პუნქტამდე ვინ უფრო ნელა მივა. არა, ვინ უფრო გვიან მივა. ვინ უფრო მეორე მივა. აი მაგას შეიძლება მომიგო, იმიტომ რომ მოძრაობაში არა ვარ ისე ნელი, როგორც მენტალურად.
კარგი. ველოსიპედები ჩვენს ბინაში. სტუდიაში, აი სტუდიაში. ჩვენს ბინაში. დაკარგია ამ საშუალება. ველოსიპედები სტუდიაში. მაშასე ბინა თამაში თამაშის დრო არის, ერთმანეთს ეჯიბრებიან. თემო მჟავია და გიორგი ჯანელიძე. თამაშის პრინციპი არის შემდეგი. მიზანი არის რომ მეორე მიხვიდე ხასთან. ანუ ვინც უფრო მეორე მივა, ის არის გამარჯვებული. ვინც უფრო მეორე. ანუ წესები არის ესეთი ფეხის ჩამოტკბა არ შეიძლება. არც ერთის? არც ერთის. არანაირად და ჩემს ნიშანზე სტადიმა იმუნოს. მაშასე. 3 4 წავიდა. მიდი კი არ მისმიდე. Tadi dio მოხდე. ეხა ხვირი უნდა ავატავი. მოხდე ამას აქეთ არის. ალბათანებო და ბატონებო, მაშასე ჩვენი სტუმრები იყვნენ გაზეთების და სტუმრად კაცებთანის დამყვანები, ჩვენი მეგობრები. მადლობა ძალიან მომეთ. მოგაცალოთ ესე ნელი გამოგავია უფრო. არა უნდა არ ჩამოხვიდე იჯეკ. ისა გარეთ რო გახვალ მოხსნიათ ეს მეჩქეს მოხსნიან ყველა. მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ეს იყო დღევანდელი ბინა 18. ჩვენ ყოველ შაბათს 9 საათზე შევხვდებით ერთმანეთს, ყოველ შაბათს 9 საათზე ბიბინებს ბინა 18. დაგაგზავნებოდეთ!